გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ ტელეეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ და დაუბრუნდებით იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საკითხები დღეს აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ვისაუბრებთ იმ ძალების და იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, რომელი განცხადებებიც არის დატვირთული მთლიანად აი ძალადობრივი ქმედებებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს უკვე ახლოვდება არჩევნები, ჩაინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჩაინიშნა უკვე არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადა ოფიციალურად უკვე გამოცხადებული არის და ამ არჩევნების ჩაინიშნასთან პარალელურად ამ აგენტურულმა და ამ დიდმა რომიტყვი ერთად გაერთიანებულმა სექტანტურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააქტიურეს სწორედ თავიანთი გეგმის ნაწილი, რომელიც გეგმის ნაწილის საფუძველზე ისინი ცდილობენ კვლავ ქვეყანაში შემოვიდანონ არეულობა. ისინი ღიად ამბობენ, უკვე ღიად გამოდიან და ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს. მათ შორის აქტიური არის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი რომიტყვი გამოჩენ საზოგადოებაში თვალსაჩინოდ თვალში მომხედრი პოლიტიკოსი, არა პოლიტიკოსია, აპატიეთ, არ არის ის პოლიტიკოსი, ეს არის მართლაც ვიღაცა ქუჩაში და ქუჩიდან მოყვანილი და ქუჩიდან ესეთი ახვეტილი, ნაგავივით ახვეტილი ადამიანი, ეს არის ის შაპიტო ქუჩა მოწამწალე ხაბეიშვილი, რომელიც თავისი არასტაბილურობით, თავისი უტაქტობით და თავისი რომიტყვი ესე ძალადობრივი და განცხადებებით არის ცნობილი საზოგადოებისთვის და მან პირდაპირ თქვა, რომ უნდა დავიწყოთ ომი საქართველოსში. ეს მეტი არაფერი არ არის მისი განცხადებები, რომ ომი უნდა დავიწყოთ საქართველოსში და ომის გზით უნდა ჩამოვაგდოთ ხელისუფლება და მოვიდეთ ჩვენ სათავეშიო. და ისინი პირდაპირ გვეუბნებიან და ეუბნებიან საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ ჩვენ არ შევცვლივართ და არ შევიცვლებით. ჩვენ იგივე მოძალადეები ვართ, რა მოძალადეებით ვიყავით მიხეილ სააკაშვილის დროს და იგივე პოლიტიკას გავატარებთ და იგივე ცხოვრებით ვიცხოვრებთ, რა ცხოვრებითაც ჩვენ მაშინ ცხოვრობდით. ამბობენ ამას პირდაპირ, რადგან მათი ყოველდღიური ცხოვრება, მათი ყოველდღიური განცხადებები, მათი ყოველდღიური საზოგადოებასთან შეხვედრა არის თლიანად დატვირთული ძალადობრივი განცხადებებით და არის დატვირთული თლიანად აი მუქარებით, ხო? ის მუქარები მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ არის, კაცო, რომელი მუქარებსაც ესენი ამბობენ დღეს აცხადებენ და აკეთებენ განცხადებებს. ეს მუქარები არის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელი ადამიანებიც ხელისუფლებას უჭერს. დღეს მხარს ხელისუფლებას დღეს საკმაოდ ბევრი ესა მოქალაქე უჭერს მხარს, ხო? ის ყველაზე მუქრებია და ყველაზე ეუბნებიან, რომ ჩვენ მოვალთ და ჩვენ რომ მოვალთ, თქვენ მოგხედავთ ხეებზე ჩამოკიდებთ და ფეხებით ჩამოგატყევთ. ამას ეუბნებიან, ესა მათი განცხადება და სასაცილოა ეს, რომ გუშინ იყო თინა ბოგუჩავას განცხადება და ყველაზე ძლიერი და ყველაზე პირველი და ყველაზე რომიტყვი შეუცვლილიო პარტიაო და ძალა არისო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კი, ძალადობაში, მაშინ ქვეყნის ნგრევაში, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, შპიონობაში, იქ რო ჩადიხართ თქვენც იმაში, იმასთან ლობისტებთან და დაწანწალებთ და შპიონობთ და აბეძღებთ საქართველოს მოსახლეობის დევნაში, კლაში, ხოცვაში, ბიზნესის რეკეტში და რა ვიცი, რა ჩამოვთვალო, კიდევ ამაში პირველები ხართ და ძლიერები ხართ, იმიტომ რომ თქვენი პროფესია ეს არის. როგორ დაანგრიოთ ეს ქვეყანა, როგორ ესე იგი დააჩოქოთ ქართველი ხალხი და გადატეხოთ კისერში და როგორ მთლიანობაში ამ ქვეყანაში შექმნათ ისეთი სიტუაცია და ისეთი პოლიტიკური ამინდი, რომ ქვეყანა წავიდეს უბსკრულისაკენ და ქვეყანა დაინგრეს და დაიშალოს მთლიანად და ქვეყანა გახდეს პოლიგონი და ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი. ამაში პირველები ხართ თქვენ, კი ბატონო. ამას ვერ შემთხვევაში მე თქვენ ვერ წაგართებთ და ვერ უარყოფთ. ამაში ხართ ძლიერები ხართ ამაში, მაგრამ მაგასაც მალე უკვე დაკარგავთ, გაიგე? იმიტომ რომ თქვენ არავინ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ესეთი ძალადობრივი გზებით, ასეთი არასტაბილური პოლიტიკით თქვენ ამ ქვეყანაში იცხოვროთ და იარსებოთ. თუნდაც პოლიტიკაშიც არ იყოთ და ისე რაღაც გარკვეულ დამოუკიდებელ ცხოვრებას აგრძელებდეთ და კვლავ თქვენი რაღაც ბნელი აზრებიდან გამომდინარე ფიქრობდეთ ამ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობას. ვერც ერთ შემთხვევაში მაგას თქვენ ვერ გააკეთებთ. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, გვექნება კიდევ უკრაინის თემაზე საუბარი და გვექნება კიდევ აი მართლაც დღეს უკვე ამ პირდაღებულ ულტიმატუმებზე საუბარი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უყენებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის
პოლიტპატიმარი, კონსერვატორი ბატონი რამაზ ღვალაძე. ბატონო რამაზ, მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისათვის. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ერმაყურე. ბატონო რამაზ, ძალიან აქტუალური გახდა დღეს, როცა მე ახლა არ ვიყავ ამის ბოლოდიში, რომ რაღაცა ეს პარტია შეცვლიდა რაღაც გარკვეული მას მეტყვი წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებებს, რომელი განცხადებებიც იქნება დაფუძნებული მშვიდობიან პოლიტიკაზე და ეკონომიკის აღორძინებაზე და ასე შემდგომ, ხო? მაგრამ უარესი ხდება, უკვე უარესი განცხადებები გააკეთეს, უკვე ძალიან ესე იგი კაცი და რადიკალური განცხადებები გააკეთეს და პირდაპირ ომი უნდა დაიწყოს საქართველოსშიო. აი მას აბოვე პირდაპირ. აი რას მიგვანიშნებს ხაბეიშვილების და ამ ბოკუჩავების და სხვა დანარჩენი ამ ნაცსექტანტების განცხადებები აი ამ სწორედ ამ წინასაარჩევნოთ და არის თუ არა მართა მოსალოდნელი რომ ესე როგორც ამბობენ რომ 4-ში ესე იგი არჩევნები არ ჩატარდება და 5-ში ჩვენ უნდა დავიწყოთ საომარი მოქმედებები ამას ამბობენ პირდაპირ. მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ საერთოდ რამის გაკეთება შეეძლოთ ამათ, მაგრამ დავიწყოთ იქიდან რომ ეს რაღაცა წარმონაქმნი ხა პარტია რო დაარქვეს ნაციონალური მოძრაობა მოსული არის ძალადობით, ანუ რაღაც რევოლუცია დაარქვეს ვარდების თუ ტიტების თუ რაღაცა, მაგრამ ძალადობით მოსულია და მთელი მისი ისტორია რაც არის ძალადობა. მთელი ისტორიის მანძილზე ნაციონალური მოძრაობა ის მთელი შინაარსი არის ძალადობა. ძალადობდნენ თავის მოსახლეობაზე აგერ 100,000-იანი მიტინგები გალახეს 7 ნოემბერს 26 მაისს მანამდე ესე იგი გალახეს ხალხი ქართველი ხალხი ცემეს გამოიყვანეს ჯარი გამოიყენეს ჯარი გამოიყვანეს და ცემეს ეს წარმოუდგენელია რომ ჯარი გამოიყენოს საკუთარი მოსახლეობის დასასჯელად მაგრამ მაგიც არ აკმარეს და ისეთი ღირსება შესალახი რაღაცეები გააკეთეს მთელი თავის ასე ვთქვათ მოღვაწეობის მანძილზე რომ ეს ადამიანები საერთოდ იმას პოლიტიკაში ყოფნაზე კი არა ამ ქვეყანაში კი არა საერთოდ თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ სახლიდან თავს არ უნდა ყოფდნენ რა მაგრამ ეს ნუ ბოლო 12 თუ 13 წელიწადიან ქართულმა ოცნებამ ხელი შეუწყო მაგათ თორე მე კარგად მახსოვს ჩვენ მაშინ ციხეში ვიჯექით ტრისტან ბატონო ახალი გამოსულები ვიყავით ციხიდან რომ უკვე ჩემოდნებზე იჯდნენ ასე სორვებში შეძრალი სორვებში და გარბოდნენ და ესე შეშინებულები აქეთ იქით იყო დღეს უკვე ისე ნელა-ნელა ისე წამოაწევინეს ამათ თავი მე მახსოვს ეს რესპუბლიკელი ქალბატონი რო იყო რა გვარია კაც უსუფაშვილის მეუღლე ხიდაშელმა ის თქვა რომ ჩვენ ხალხმა ეს დაგვიკვეთა ესენი უნდა შევინახოთო კაცო და უნდა გავაცოცხლოთ რომ ეს არ შეიძლება თუ ესენი თუ არ იცოცხლებენ რაღა გვეშველება ამ ქვეყანას რა ეშველება ქართულ პოლიტიკას აეშველებაო არა და დღეს ვიმკით მაგ შედეგებს ეს მთელი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქიდან მოყოლებული ნელა-ნელა რაც მოიქოქნენ ეს ნაციონალები ხო გაიშალნენ სხვადასხვა პარტიებში უცბად რაღაცა იქ გვარამია სხვა პარტია გახდა მელია სხვა ის ვიღაცები რა ვიცი ეს ლელოც კი რაღაცა პარტია გახდა ლელო რა ეს ფულის გამპრავებელი ასე ვთქვათ რა მევახშე თაღლითი მევახშე მე რა მიკვირს იცი რომ აი ეს ისეთი უშუბლის ძარღვო ხალხი რა უნამუსო ხალხი რომ კიდე ის კი არა რომ რაღაცაზე იდარდოს რომ აი იცი რაღაცები ცუდად გამოგვივიდა თქვა მოინანიოს მონანიებაზე ისე რა მაინც მოინანიოს აი ცუდად გამოგვივიდა მაინც კაი არაფერი პირიქით რა და დღესაც იმის მას მერე კიდე აქ რაც მოაწყეს ეს არარუსულ კანონს და ეს რაღაცა შიგ ევროპაში და რაღაცეები რაც მოაწყეს აი მთელი ამ წლების მანძილზე ხო ყველა ეს შეკრება ძალადობით სრულდებოდა ყველა შეკრება არის მოძალადეების შეკრება და ასრულებენ ძალადობით მე არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო მე ჩვეულებრივ ამ ქვეყნის მოქალაქემ რომელმაც
რომელიც დასჯილი ვარ, ასე ვთქვათ, ტყვილუბრალოდ და ეს სასამართლომაც დამიმტკიცა, რომ ტყილა დამიჭირეს ამ ნაციონალურმა მოძრაობამ და ტყილა დამარბიეს და დამინგრიეს ყველაფერი, რაც კი მქონდა აწყობილი, ხო? ცხოვრება დაგინგრიეს. ცხოვრება დაგინგრიეს. წამართვეს კიდეც, ყველაფერი წამართვეს, ხო? და დღეს მე კიდე ტელევიზორს როთა უნდა უყურო ამ ძაღლიშვილთა მოდგმას, რა. მე ვერ გავიგე მოსჯილი ის კაი მაშინ ციხეში ვიყავი და ვიცოდი რომ სიტყვაზე ეს მოსჯილი მაქვს თუ რა არის მთელი ცხოვრება უნდა ავკიდონ კისერს ვერ გავიგე რატო უნდა უყურო მე აი ამ ვიღაცა თან იცი რა არის შეიძლება დახვეწილი ნაძირალები იყო ჩვეულებრივი კლოუნები არიან რა აი კლოუნები სისხლიანი კლოუნები რა ვიღაცა ყოფილი სპეციალისტი რა ქვია ძალოვანი სტრუქტურები ყოფილი ზონდერები ვითომ გენერლები გამოდიან იქ რაღაცა ომის წაგებული თან უცბად რო გადმოაბარეს და იქ თვითფრინავდა რომ მოხსნეს გარბოდნენ აქედან ჯარი რო შეატოვეს რა ეგ გენერლები ვითომ გენერლები არიან გოგავაზე გენერალს გოგავა რასი გენერალია ბიჭო ესე იგი ისაო გენერალური შტაბის უფროსი იყო და კოდორის ხეობაში რა ხდებოდა არ იცოდა საერთოდ იცოდნენ ვინმე რა იყო ომი რო დაიწყო საერთოდ თავდაცვის მინისტრი ვინ ყავდა გახსოვს გაჩხერილი იყო მეწამლე მაიმუნი გათახსირებული არაკაცი ჩვენს ესე იგი ფულზე ჩვენს სისხლზე გამდიდრებული რა სამხედროების სისხლზე ფულზე გამდიდრებული ხო და რაზე ლაპარაკობთ საერთოდ აი ხო ხვდებით ყველაფერი ისეთი რაღაცები ჩაატარეს ისეთი რაღაცები ჩაატარეს რომ ესენი საერთოდ ქუჩაში კი არა ციხიდან თავი არ უნდა გამოაყოფინო კაცო რაზე არის ლაპარაკი და ესენი კიდე გვემუქრა ყველას გიმახსოვრეთ თითქოს ვინმეს ეშინოს მაშინ გვეშინოდა ან ეხლა გვეშინია ყველას გიმახსოვრეთ ეხლა აი რომ მოვალთ ნახე რას გვისა რა უნდა გვიქნათ ფიზიოფერზარ მაშინ რა დაგვაწყურეთ რა გიქცეს ადმაშა შევშინდით კი დაგვაწყურეთ არა შევშინდით რამე აზე შეგვაცვლევინეს თუ მარტივად ცხოვრების წესი შეგვაცვლევინეს დავიწყებდით ხო არა მაგენი რო ყოფილიყო ჩადგლას ეგენი ერთ ათლისას მისცემდნენ ნუ გვეგრევე რა თქმა უნდა მისემულიც აქვს უკვე მისემული აქვს ისედაც ხო და მაგრამ აქ საქმე რაშია იცით რომ მე ნაკლებად ჯერა ეხლა ეს კლოუნები რა მასხარები რომ რაღაცის გამკეთებლები იყვნენ არც მაშინ როცა ხელისუფლებაში იყვნენ არც მაშინ არ ქონდათ ეხლა აუ რა განათლებულები კი არ არიან დატრენინგებული ნაძირლები არიან ვიგინდარები რომლებიც პირდაპირ ასრულებდნენ დავალებას რასაც ეთყოდნენ ეგრევე ასრულებდნენ წერო დავალებას კი ბატონო აგერ სამინისტროებში ყავდა სპეციალური მოადგილეები თუ თანაშემწეები ამერიკის საელჩოში მუშაობდნენ და თან ამის მოადგილეები ესე იგი აბსოლუტურად ყველა დირექტივას ასრულებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს ასრულებდნენ თავიდან ბოლომდე რასაც იქიდან მიცემდნენ ასე ვთქვათ დავალებას შემსრულებლები იყვნენ დღესაც ესენი თავისით შენ გჯერა რომ ეხლა ისა ვიღაცა ხაბეიშვილი კლოუნი გამოვარდება და ეს ხან ესე ჩამოკიდებული წაიღეს ხან ნუ კლოუნი რა აი კლოუნი ბიჭო აი რასაც მაგით ინგიცობს ახლა ნახე რასაც მაგით ინგიცობს აი ხო ჯერა შენ რომ ეხლა კლოუნის ის არ არის მაგი რამას აი კლოუნობაშიც არ ჯდება რა ის თან ბატონო საერთოდ ნიჭიერი ადამიანები ვართ ჩვენ რა ქართველები რა მაგრამ ესენი სად შეიკრიბნენ ესეთი უნიჭო ხალხი ვერ მართლა კლოუნობაც თორე მას ეს უკრაინის პრეზიდენტი რო კლოუნია ეგეთი უნდა რა შეუსრულა ხო ყველა თელ უკრაინას შეუსრულა და გაწყვიტა მოსახლე გენოციდი ჩაუტარა მაგრამ ეს აი უნიჭო კლოუნია რა გაიგე და უნიჭო კლოუნები არიან და აი ამ თელ კლოუნადას ატარებენ რითი იცი რომ იქიდან დავალებები აქვთ და მიბმულები არიან უკვე ბევრი წლებია მუშაობენ იმათზე და ჩვეულებრივ ჯამაგირს იღებენ იქ ამერიკიდან თუ ინგლისიდან თუ რავით საფრანგეთიდან ვინ რა არასამთავრობოა ღმერთმა უწყის რა ხო აუ თავისუფალი ისა მედია რომელი თავისუფალი მედია რა სადაა აი სულ ვკითხულობ რომელი რა თავისუფალი მედია რომელზე ლაპარაკობ რომელი ჟურნალისტი არის თავისუფალი რომელიც გამოდის არა რუსულ კანონს უცებ
სლენგს ვიხმარ რა, ციხის ჩვენ ნაციხარი ხალხი ვართ და ცოტა გვაქვს ჟარგონები რა. პრაგონს რო გააკეთებ, ხო იცი რაღაცას რო ეს არის რა, სწორე ესეა რა და ყველა გამოვარდება არარუსულ კანონს იქ მასწავლებელია რომელიც იქ სადღაცას სოროსის ფონდში კიდე ცალკე ხელფასს იღებს. ეს გორდელაძე ხო? სულელი გორდელაძე. რავი, რა მნიშვნელობა აქვს, ბევრი არიან ეგეთები რა, გორდელაძე. ის პოეტია თუ რაღაცა გაპიარებული ვიღაცა უნიტაზის ისინი მწერლები თუ პოეტები და ვიღაცები რა, ვიღაც შექმნილი ელიტას ეძახიან თავის თავს. თან უცბად შექმნეს იმათმა. ელიტა კი სანაგვეთი არის კაცო. იცი ძალიან დიდი სირცხვილია ქართველების, აი ჩვენი ძალიან დიდი სირცხვილია, რაც ახლა ჩვენ გვაყურებინებენ, რომ ესენი არიან ელიტა რა. ვიღაცა გამოდის და აი ეს არის ელიტა. მაგრამ იცი აი LGBT დროში დადის და ნუ აი რაღაცა თავისუფალი რაღაცა ისა ჩემი ფუჩუ ჩემია რაღაცებს ლაპარაკობენ. სირცხვილია რა, ეს არის ელიტა, აი ჩვენი ელიტა რა. დავით აღმაშენებელს ყავდა მხედართმთავარი ელიტარული ჯარი. სტალინს ყავდა ელიტარული ჯარი, ჩვენ ხო ყველას ჩვენ კომუნისტებისთვის ყავდა ელიტა, მერე ყავდა ელიტა. ესენი ვინ არის? საიდან მოვიდა? თავისთავად დაარქვეს ელიტა. თვითონ და თვითონ გახდა თავისას და ვინც ვერ გახდა ელიტა, დაარქვა ცნობადი თავისას. ანუ მე ცნობადი ვარ. ბევრჯერ გამოიწვია. თავისას გამოუწერეს დიპლომები, თავისას ვიცეს პროფესორების აკადემიკოსების სტატუსები გაიგე. ერთმანეთს ესე უწერენ ხელს. ერთმანეთს უწერენ ხელს იმაზე რა, ამ აკადემიკოსების პროფესორების სტატუსებზე. თვითონ ერთმანეთს. მე ესე ამ რამოდენიმე ხნის წინ მომიწია უმაღლეს სასწავლებლებთან რაღაც შვილები მყავს მაგ ასაკის და ურთიერთობა მომიწია რა და რას მივხვდი ციო თვითონ ვინც ასწავლის ამას უმაღლეს სასწავლებლებზე თევზაძე მევზაძე იქ ვიღაცა სააკაშვილის დედის რაღაცა უნივერსიტეტები და რაღაცები რო არის კი უნდა შეკრიბო ილია უნიკიდო და რავი რო დაარქოს უნდა შეკრიბო საზოგადოება და სულ რამოდენიმე კითხვა დაუსვა რა სიტყვაზე 8-ჯერ 7 რამდენი ან კარგი მარაბდის ბრძოლა ან რაღაცა ნუ რამოდენიმე შეკითხვა რაც უნდა იცოდეს ჩვეულებრივ გლეხმა სიტყვაზე რომელიც თოხნის სრული პროფესორი რაღაცა აბსოლუტური პროფესორი რაღაცები ქვიათ რა და ეს ქურდულად შენ რო თქვი აი ეგეთი ქურდულად სამი კაცი შეიკრიბება პროფესორია ესა და всё რა და ესეც გამოდის პროფესორი სტატუსა ლევენ ეგრე всё პროფესორი და ოღონდ გასტუკი და ხადიახს გააკეთებენ 60-ას ხადიახს всё აი ამათი მოწყობილი რევოლუცია რა ვთქვი მე რა გაიგე და ეგეც ახლა ეს ბრიყვები რომ რაღაცას გამოვიდა სახეებს ქვის სახეები დადგნენ და ჩვენ დიახაც ეშინიათ ამათ სუპერას რევოლუციის და აი მაგ სიტყვით ჩვენ ნახე რას ვიზავთ ახლა ეს არის რა იცი ჩვეულებრივი ამ კონცეფცსაც აწყობთ გაიგე ეს აგე რა მასხარები აგე გვემუქრებიან ხო ხედავ აი თუ ჩვენ არა მაშინ ეს ესენი მოვლენ ეს მასხარა ვის რა თუნდა წარმოგიდგენია ახლა ჯერ ამას რო უყურებ გული გერევა და ეს ხელისუფლებაში წარმოგიდგენია რა იქნება ხო ვის უნდა რა გამორიცხულია რო ცოტა ანუ თქვენ ამბობთ რომ ესე იგი ის მუქარები რომელი მუქარებიც ახლა მათგან მოდის და უკვე ზიან უკვე იმაში სამინისტროებში და ზიან უკვე პრეზიდენტებად და პრემიერებად ესენ უკვე გაინაწილეს ადგილები განაწილებულია უკვე ეს განაკეთება ეს ჩამოწერილია ცია ვინ მინისტრი ვინ პრემიერი ვინ პრეზიდენტი ეს შაპიტო იქნება აგა ცირკის დირექტორი გაიგე ცირკის დირექტორი კი არა გარეთ რო ბიჟა ის დირექტორი იქნება მაგი. ხო, გარე ცირკის დირექტორი. აგიზეთი. ანუ ესე იგი ესენი ვერ უახერხებენ და ვერ გაუკეთებენ ორგანიზებას ვერანაირ ძალადობრივ გადატრიალებას. ჩვეულებრივ ჯამაგირზე მშვიდობი საზოგადოება, რომელსაც უთხრეს რომ ეხლა წახვალ და იტყვი ამას. ამის აღკვეთას სჭირდება სულ, აი მე ხო არა ვარ ძალოვან სტრუქტურასთან შეხება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ციხეში ვყავდი დაჭერილები ამათ. კაი, სხვა შეხება არ მქონია არაფერი რა. მაგრამ მე რომ ჩამაბარონ ახლა ეს უცხება რაღაცა, ხო? დაახლოებით ერთ თვეში პირობას გაძლევ ქუჩაში არარუსულ კანონს კი არა.
კაცი უხმაუროთ, აი ისეთი სიჩუმე და სიწყრარე იქნება ქვეყანა. ესე ჭიდება, მაგრამ რაში რა ისა დაათრევთ ამ იმას. მოვა 10 კაცი გადაკეტავენ ქუჩას, ეხლა იქ რო ცხოვრობს ადამიანი, ეხლა თაწმინდელია სიტყვაზე რა. და ვიღაცა დარტყმულები დარბიან იქ ბარაბანებით და რაღაც საყვირებით ხმაურობენ. ხო, შეიძლება ნუ გაუძლო 1 თვე, 2 თვე, ნუ რაღაცა რა. მესამე დრო ჩახვალ იქ დიდი ჯოხით ხამე შეიძლება ადგე და ჩახვიდე და რაღაცა სერიოზულ შარში. სერიოზულში კარგად ლამაზად დაბეგვავენ და გამოუშვებენ აქეთ. ხო, მაგრამ შენ ხო შარში ხარ. არაერთხელ დაბეგვეს, შაპიტო, გაიგე, ავეიშველი. ხო დაბეგვეს არაერთხელ. ხო, სულ მაგას ავაურტყავენ, მაგას გასა. სულ მაგი არის, აი, ტყევის ქვეშ და სულ არ მაგი ეთყობა, მაგაში იღებს ფულს, გაიგე რა. არა, ხო, კი. ზოგი გინებაში იღებს ფულს, მან. ზოგი ზოგს როცემენ იმაში იღებენ ფულს. ზოგი ანტისახელმწიფო პოლიტიკურ განცხადებებს უაკეთებენ იმაში იღებენ ფულს. ეს არის სხვადასხვა, ესე იგი მე ბოლო კანონი ხო გვაქვს. ეს კაცი გამოდის და ეძახს, ეხლა უნდა დაგამხო რა. ხო. მაგ მე რო ვთქო, სახლამდე ვერ მივალაკე და აკეთებ. ხოდა სტუდიიდან გაფალ და საერთოდ ორდამიჩიკა კოჭა. ხო, ეგრევე გამიღებენ კაროჩებს საუნაკეთებს. რა ორა გასხდება გააკეთე გამოდის. რა თქო, ხო. ის დაამხო. ხოდა ვერ გამიგეს ყოველდღე გამოდიან რაღაცა იმას აწყობენ აქ რაღაცა მოწოდებებსაც აწყობენ. всё, 4-ში ის არის, 5-ში всё, ყველანი ქუჩაში. თოფს ვესვით. ჯერ არ იძახიან, მაგრამ რა პრობლემა არის? ეს პირდაპირ ეს უკვე პირდაპირ ნათქვამი არის. რომ ჩვენ დავიწყებთ ომს. ომს დავიწყებთ და ჩვენ კიდევ იმ ადამიანებს გავუსწორდებითო, ვინც ჩვენ ხელშეგვიშლის ამ იმაშიო რა, ამ ომის განხორციელებაშიო. ამას ამბობენ პირდაპირ და მე ახლა აი ბატონმა რამაზი ძალიან კარგად ჩამოყალიბეს ყველაფერი კაცო. რატომ გააცოცხლეთ ეკითხებით თქვენ ეს ნაგავზე გადასწროლილი რომ იტყვი არათუ მარტო პოლიტიკური პარტია, არამედ ეს მთლიანად ეს პოლიტიკური მაგათი ხროვა. რატომ გააცოცხლეთ გეკითხებით თქვენ ესენი აეყარენ უკვე სორუებში და ისეთი შეშინებულები იყვნენ რომ საერთოდ უკვე მართლაც გზებს ეძებდნენ როგორ გამჟვალიყვნენ საზღვრებზე. გაიგეთ და რა თქინდათ ახლა აკიდეთ ეს ჭირიკის ერთზე რა. ისევე ჩვენ რა მართლა რამაზისფრის არ იყოს ვერ გავიგე იმაში ხوار მოყვა ცხოვრებაში ხوار ვატაროთ ეს სულელები ეს გიჟები და სულ ჩვენ ნევრებზე ხوار უნდა ითამაშონ კაცო და ჩვენ მე უფლებები არა მაქვს ჩვენ უფლებები არა გვაქვს ჩვენი უფლებები ირღვევა კაცო ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა აბა რა არის მე დამიჭირეს ტყუილ უბრალოდ ადამიანებთან რაღაცა ჯგუფთან ერთად რომლებსაც უმეტესობას არც ვიცნობდი იქა ხო დაგვიჭირეს დაგვინგრიეს ბევრს ოჯახები დაენგრა იქის დაენგრა ეს დაენგრა ცხოვრება მოგვისპეს ტელევიზორს თავდა კიდე ესენი არის ვის ცხოვრება მოგვისპო ისინი არის ვერ გავიგე ხა ეს ძალადობა არ არის როგორ არ არის კაცო ესე იგი ამდენი წელი მიზან მიმართულად ძალადობენ ჩემზე რა და ჩემ ოჯახის წევრები ბავშვები იმაზე ჭხრეკაზე რომ შემოვიდნენ პატარები იყვნენ 3 და 4 წლის იყო ხო და ფსიქიკა დაუნგრიეს ვერ გავიგე ხა ამიხსენი რატო უნდა უყურო მე აი ამ ძაღლიშვილთა მოდგმას ყოველდღე ტელევიზორში რა რატო უნდა უყურო როცა მაინტერესებს პოლიტიკოსი რომელიც მელაპარაკება ის კი არა რევოლუცია და უნდა დავანგრიო მაინტერესებს პოლიტიკოსი რომელიც მიხსნის რომ სოფლის მეურნეობა შეიძლება აღვაღორძინოთ აი ესე აი აქ ისა იქ იმასთან ჩინეთთან რუსეთთან ინგლისთან იმასთან გერმანიასთან როგორ უნდა დავვაგდეთ რომ ქვეყანა ეკონომიურად წამოვწიოთ ეს გიჟი რა თქმა ეს არაფრის მაქნის გადაგდებული მოქნეული ტიპები რა ჯანდაბათ მინდა ყოველდღე სანაგვეზე მოქნეული ხო რატო უნდა უყურო მე ყოველდღე რატო ძალადობს ჩემზე რა ეს სამწუხაროა ბატონო რამას რომ დღეს ადამიანები ისევ აი რაღაცნაირად კიდე კარგად ამას კარგად არიან ამ პოლიტიკურ ველზე მორგებულები ეს ადამიანები იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აწყობს ესა რა ის არავინ ვერავის ვერ ხედავ მარტო ამათ და იმათ და ალტერნატივა აღარ რჩება ქართულ ოცნებას იმიტომ რომ ამას ვინ მიცემს მას კარგი დაფინანსებაც აქვს კარგი ფეშენებული ბინები, სახლები, დაჩები, რა ვიცი, ყველაფერი აქვს. სადაც უნდა იქ მიდიან, მოდიან
საერთოდ უზრუნველყოფილი არიან ყველანაირად. მაგათ რამეს ეთქვის ზედმეტ სიტყვას და რაღაცას არ შენიშნავს მიცემ და ან პასუხს მოთხოვ იმაზე რომ რაც ჩვენ მაგანა გაგვიკეთეს რომ ხო უნდა მოთხოვ პასუხი კაცი ხარ ბოლო-ბოლო და უნდა მოთხოვ და მოთხოვ. ბევრიზა მომითხოვია და ბევრს მოთხოვ კიდევ პასუხს რო იცოდე. ძალიან ბევრიზა მომითხოვია პასუხი ის აგენ მაგა რაც მაგენმა გაგვიკეთეს ჩვენ ოჯახებს. გაიგე და ბევრს ვეძებთ კიდევ და ბევრსაც ვიპოვით და მოვთხოვ პასუხს. ასე არ დავტოვებთ ჩვენ არ გავატარებთ ასე მაგათ იმ ბინძურ დამოქმედებს და მაგათ იმ რეპრესიებს რომელიც რეპრესიები ჩვენ ოჯახებს წინააღმდეგ გამოიყენეს ხო? არ გავატარებთ, მაგრამ შეიძლება ქართულმა მოცემამ გაატარა ეს ყველაფერი, ჩვენ არ გავატარებთ, ხო? და ეხლა ეს ტვინ გახრეტილი, ეს ავამტყოფი, მესვისტოკე, ქუჩა მოწანწალე შაპიტო, ხაბეიშვილი, გაიგე? გამოდის და გვეუბნება რომ აი თქვენ ყოფას გიტირებთო, გაიგე? ომს დავიწყებ და თქვენ დაგხოცავთო, გაიგე? ბიჭო, მომისმინე აქეთ შენ მალა უტვინო, გაიგე? შენ მარ თავში ნაცარით რო გაგსავსე და მეტი არაფერი არ იცი. დაიწყე შენ მაგომი და რა დაგემართება, მე გეტყვით და მე დაინახავთ რას გისამ ჩვენ. დაიწყე მაგომი, რამდენი გამოხობა მაგომში და შემდეგ დაინახავ შენ რამხელა წინააღმდეგობა შევხვდები შენ მაგომში ჩვენი მხრიდან, გაიგე? გაგაქრობთ, ბიჭო, როგორ იცი? საერთოდ არ იარსებებთ ამ ქვეყანაზე. ნეტა მართლა დაიწყებდე მაგომს, გაიგე? იმიტომ რომ ეგ ის ჩვენ გვინდა. რატო გვინდა, იცი ჩვენ დაგისვათ, მე თქვენ წერტილს, გაიგე? და გაგანადგურეთ ბოლომდე. ფიზიკურად გაგანადგურებთ, იცოდე? და ამათ გონიათ ეხლა რომ ომს დაიწყებენ და ამით დაამთავრებენ ყველაფერს. ვერაფერს ვერ დაამთავრებთ. დაგიმთავრებთ ჩვენ ცხოვრებას, იცოდეთ? დაგიმთავრებთ, როგორ იცი, ძალიან მწარედ დაგიმთავრებთ, ხო და ამიტომ თავი დაანებეთ საქართველოს მოსახლეობის იმას მუქარას და საქართველოს მოსახლეობის შესწავლაში შეყვანას. ეხლა ხელისუფლებასა თქვენ რა ანგარიში გაქვთ და რა გარიგებები გაქვთ და რომელი გარიგებების საფუძველზე რომელი გადააგდეთ, ხო? ეს ჩვენი საქმე არ არის. მიხედეთ თქვენ არეულ სამზარეულოს. ჩვენ დაგვანებეთ თავი, საქართველოს დაანებეთ თავი. წადით, მეცია საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც გინდათ იქ და იქ იომე და იქ იჭხუბე და იქ დახოცეთ ერთმანეთი, გაიგე? რაც გინდათ ის გააკეთეთ. ამ ქვეყანას არავინ არ დაგაღუპინებთ, იცოდე, გაიგე? და არავინ არ გაგანადგურებიებთ, არც საქართველოს და არც საქართველოს მოსახლეობას და ამ ქვეყანაში მეორე ფრონტს არავინ გაგახსნივთ. თქვენი მიზანი რა არის ესე? თქვენი მიზანი არის საქართველოში დაიწყოთ ომი არიოთ სიტუაცია და არეული სიტუაციების და გამომდინარე დაიწყოთ გახსნათ მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ და დაიწყოთ მერე სამხედრო ოპერაციები და თქვენ გაიქცევით და აქ შემოიყვანთ ამ დაქირეებულ ბოევიკებს, გაიგე? რას უკრაინაში გააკეთეთ და დახოცეთ მთელი უკრაინა და გაანადგურეთ მთელი უკრაინა და ბოევიკებს შეაჩერებთ ხელში ჩვენ საქართველოს და აქ მერე იქნება მთლიანად მასშტაბური სისხლისღვრა და ის უბედურებას მოხდა უკრაინაში, ხო? რომელიც გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თქვენაერმა აგენტურამ გაუკეთა ორგანიზება სწორედ იმ სისხლისღვრას და იმ უბედურებას უკრაინაში და დღეს ტრიალებს, ხო? ეხლა ბატონო რამაზ მე არ მინდა რომ არ შეგეკითხოთ და რაღაც ეხლა ვახსენეთ ჩვენაც უკრაინა და რაღაცებს ჩვენ დღეს მით უმეტეს აქტუალური არის ეს თემა, უკრაინის თემა. ეს ისა ტრამპი საარჩევნებამდე გამოდიოდა და ამბობდა რომ აი მე როგორც მოვა პრეზიდენტად ომი შეჩერდება. ეხლა მე ვფიქრობდი რომ მართლაც შესაძლებელი იყო მაგის მხრიდან ომის შეჩერება რა აკუთხით, იცი? ვის მოვიდოდა პრეზიდენტად ამერიკაში და მთლიანად შეუწყვეტდა უკრაინას ყველანაირი იარაღის მიწოდებას და სხვა დანარჩენ იმ საშუალებებს, რომლითაც ისინი ომში იყენებენ. ამით უკვე შეწყდებოდა ეს ომი, გაიგე? ერთადერთი გამოსავალი ეს იყო და ეს არის დღესაც. თუ ომის შეწყვეტა უნდათ უკრაინაში, ხო? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიწოდება და ამავდროულად თავისი გენერალიტეტის იქ ჩართულობა, რომელიც გენერალიტეტის ჩართული არის და მთლიანად ამ ფრონტის მართვას ისინი აწარმოებენ. ხო? ამით შეჩერდებოდა. ეხლა გადავიდა მეორე ეტაპზე. ხო? ეხლა ულტიმატუმების დაყენება დაიწყო, გაიგე? და ეხლა ულტიმატუმი დაუყენა კიდევ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომ თუ 8 რიცხვში ის არ შეწყვეტს ცეცხლს და არ შეაჩერებს საომარ მოქმედებებს თუმცა რუსეთი და პუტინი, ხო? ის უკვე მიიღებს ზომებს. საინტერესოა რა ზომებს მიიღებს და რა აქვს ტრამპ ჩაფიქრებული კიდევ რა ესე იგი იმ სისულელე უნდა ამოხეთქოს კიდევ და გააკეთოს ამ ადამიანმა. მე არ მინდა ეხლა შეურაცხყოფა გამომიგვა, მაგრამ ტრამპს ჩემი პირადი გადასახედიდან ჩემი ხედვა მაქვს უყურებ როგორც ასაკოვარ ამ ხაბეიშვილს რა. იმიტომ რომ რაც თქვა ეხლა რაღაცა აი მოვალ და გავაჩი რაც მოვიდა ყველგან ომი დაიწყო. ყველგან რაღაცა ცეცხლი დაანთო და მეორეც ერთი ეხლა ერთ დღეს რაღაცას ლაპარაკობს, მეორე დღეს გადათქოს, არასერიოზული პოლიტიკა არის ეს და არასერიოზული შტაბ-ბიჭდილება სტოვებს უკვე მთლიანად მთელი ამერიკული სიტყვაზე დიპლომატია და პოლიტიკა მთელ სოფლიოში. უკვე ყველა უყურებს ამ ქვეყანას
თავისი მოკავშირეებიც კი უყურებენ როგორც არასტაბილური რაღაც სიგიჟეები რა, სიგიჟის რაღაცა ექსპერიმენტებს დგავს. ეხლა ეს ულტიმატუმიც მე თავიდან რაღაცა უფრო დიდი დრო თქვა მე უცებ მოაკლო მე და სულ წარმოდგენილი მაქვს მოსკოვში აი ყოველ ამ ულტიმატუმის მერე აი რატომღაც ესე მგონია როგორ იცინიან აი იკრიბებიან და ამის ულტიმატუმებზე ანეკდოტებს ყვებიან უკვე რა ნუ ესეთი თემა არის რა ვიცი ხა მე და ამის ულტიმატუმების საფუძველზე ხა ეს von der Leyen რო შეიწოვა და ეს 15%-იანი და იქ რაღაცა ევროპა რო დაღუპა ამ von der Leyen-მა თვითონ ესენი რო ჯერ გონში ვერ არიან ეს ევროპელები რას მოაწერა ხელი ამ von der Leyen-და დღეს უთხრა 25 თუ არ დათანხმდებიანო იმ 600 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას და 750 მილიარდის ენერგორესურსების ყიდვას. მაშინ 35%-ამდე, ადრე 30 იყო, ეხლა 35%-ამდე გაუზრდიოდა. ნუ იცი როგორი თემა არის, რომ არასერიოზულ ხალხი მართავს სამყაროს რა, მსოფლიოს რა. მაგარი არასერიოზული ხალხი რა. აი რო გადახედავ ვის ხელშია ეს პოლიტიკა რა. ამ ყველაფრის ფონზე რუსული დიპლომატია და რუსული პოლიტიკა ჩანს უალტერნატივო რა, იმიტომ რომ რო უყურებ რაღაც აი ამ რაღაცაზე ხელს მოაწერენ მეორე დღეს გადათქვავენ. რაღაცა ნუ შეთანხმდებიან მესამე დღეს უკვე სხვა რა. ვერ გავიგე ეს არც ადამიანური ურთიერთობებია, მით უმეტეს არც ისეთი ზესახელმწიფოების, როგორც აი ამერიკა არის სიტყვაზე რა, ხო? ხო იყო, ეხლა აღარ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ხო იყო ეს ერთ-ერთი კი არა უალტერნატივო ზესახელმწიფო და მართავდა მთელ მსოფლიოს. თურმე ვიმყოფილა, წარმოგიდგენია, რომ დღეს რაღაცა სიტყვის ხვალე შეუძლია გადაგითქვას. შენ აწყობ პოლიტიკას, ქვეყნის პოლიტიკას სიტყვაზე რაღაცა გარკვეული პერიოდით რა, 5 წლით, 10 წლით და რაღაცას ხელშეკრულებას დებ და შეიძლება ერთ თვეში ეგრევე გადაგითქვას. და აბსოლუტურად საწინააღმდეგო, აი ამას სტაბილურობაც კი იაპონელებმაცაც და იქ უკვე კორეამაც რაღაც უკვე ესე დაიწყეს ამერიკულ პოლიტიკასთან ურთიერთობა რომ რაღაც ვერ ვიგებთო ჯერჯერობით ისე ლაითად იძახიან ვერ ვიგებთ ეს რა ხდება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სიგიჟეებზე და ამ სისულელეებზე იგივე პასუხი მაქვს რა თქმა უნდა რასაც ამ ჩვენ ხაბეიშვილზე ვიტყოდი რომ ამაზე სასაცილო თემა არის და იცინიან კიდეც რა და დასცინიან კიდეც დღეს სპეციალური წარმომადგენელი გააგზავნა რომ პუტინთან ჩავიდა რომ ალბათ მე ესე ვფიქრობ იმაზე არის ლაპარაკი რომ საერთოდ არ გაბანძდნენ იმიტომ რომ რაცაც ეხლა ინდოეთსო თუ იყიდისო იმასო ინდოეთს სანქციებს და ამ ფონზე უცებ ავარდა ნავთობის ფასი. ანუ პირდაპირ პადაჟი მე არ ვიცი ხე შეიძლება შეთანხმებულები არიან რუსეთთან და ერთმანეთს ფულს აკეთებინებენ, არ ვიცი რა რას აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ტრამპი რაც მოვიდა სათავეში, ტრამპის პოლიტიკა აძლიერებს რუსეთს. გამოაჩინა მთელი აი ეს რაღაცა ნაგავი, რაც თურმე თევს ამ დასავლურ პოლიტიკაში და ამ დასავლურ დიპლომატიაში ეს ატივტივა და ამოატივტივა ის რომ გააძლიერა რუსეთი. გააძლიერა სამხედრო თვალსაზრისითაც, გააძლიერა ეკონომიკური თვალსაზრისითაც, შეკრა რუსეთის და ჩინეთის გარშემო გარკვეული ისეთი უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და ნუ მე ვერ ვიგებ ეს ამათზე მუშაობს რა. ტრამპის პოლიტიკა მუშაობს ამათზე. მე სხვას ისეთ რა არის აღარ ჩაუღრმავდები იქ ისეთ რა არის შიგნით რაღაცეებს ხო რაღაც შეიძლება მასეც იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ეს ქმედებები რა რაც ახლა რასაც ტრამპი
აკეთებს ხო და ეს ჯერ იყო და წეხანას აღნიშნე რომ მოვიდოდა და უცებ გააჩერებდა ომს და მართლაც გააჩერებდა ომს იმ შემთხვევაში თუ კი არ მიაწვიდა ეს უკრაინას იარაღს გაიგე და არ მიაწვიდა სულ მართალი ხარ მარტივი იყო ეს ყველაფერი ძალიან მარტივი ხო მაგრამ ის ამან ეს ვერ გააკეთა იმიტომ ვერ გააკეთა რომ იქ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა მარტო ტრამპი არ არის და მარტო რესპუბლიკელები არ არიან ხო იქ სხვები ზიან რომლებიც სწორედ აი ამ ვინც დაიწყო ეს ომი ის მართავს ჯერ ისევ ამ სიტუაციებს და არა ტრამპი და არა ის რესპუბლიკელები და არა ის ახალი მოსული ადმინისტრაცია რომელიც დღეს არის ამერიკის ხელისუფლებაში ხო არაფერი არ იცვლება მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტები კი იცვლებიან, მაგრამ ამერიკას თავისი ეს პოლიტიკა უკვე ძალიან ბევრი მაგრამ რა არის იცი ხო კი მაგრამ რა არის იცი არაფერი არ იცვლება კარგი მაგრამ რა არის იცი ბიჭო ან ჩეველი არა ყავს ან მე არა ყავს ასე სასასილო სიტუაციაში რო იგდებს არა ძალიან ხო ხა სასასილო სიტუაცია არის ვის უყენებ ულტიმატუმს რა ულტიმატუმის ერთ ვისაუბრები ვის ესაუბრები თუ შენ არ გესმის სამხედრო საქმე გაიგე და არ იცი რა ხდება დღეს რეალურად უკრაინაში და რა არ იცი რა ხდება დღეს ფრონტის ხაზზე ხო მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა შეისაქმე რომ ინფორმაციებს არ გავწიოს ზუსტი ინფორმაციებს სწორი ინფორმაციებს რამდენად დღეს მობილიზებული და მოდერნიზებული არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები ხო რამდენად დაიხვეწა დღეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები რამდენად დღეს რომ ვიტყვი აღორძინდა და აღდგა რუსეთის სამხედრო მრეწველობა და გარდა სამხედრო მრეწველობისა რუსეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო არა უკუსვა დაიწყო ამას შენ ეგონი ეთყობი ამ სიტუაციას ვერფლობ გაიგე მე შეხედე კაცო უკვე მიადგენ აგერ იმას ხარკოვს მიადგენ ზაპოროჟიას მიადგენ ხო აგერ ოდესაში როცა უნდათ მაშინ ჩააგდენ რაკეტას ნიკოლაევში როცა უნდათ მაშინ ჩააგდენ უკრაინის მარტო უკრაინის ტერიტორიაზე კი არა ევროპის ტერიტორიაზე მე ამ ხედელობაში არა მაქვს ისა ბირთვული ისა რაკეტები ჩვეულებრივი რაკეტები აი ეს ისკანდერი და სხვა დარჩენილი სიტყვი რაკეტები რომლებიც წვდომა აქვს ევროპის ტერიტორიაზე სადაც უნდა იქ ჩაგიგდებენ ხო ამას შენ ეთყობა არაფლობ ამ ინფორმაციას და ვერ გაწვდიან სწორად და არ გეუბნებიან იმას რაც ხდება დღეს უკრაინაში დღეს უკრაინაში პირდაპირ რომ ვიტყვი წარმატებული არის ყველა მიმართულებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები არსად მათ უკუსვა არ აქვს კესმის ასია საქმე არსად მათ ჩავარდნები არ აქვს პირიქით დღეს დაიხვეწა პირდაპირ აი წინა ხაზზე ფრონტის ხაზზე დაიხვეწა პირდაპირ რუსეთის ჯარები და პირდაპირ იქ მოხდა მათი შერწყმა და მათი ესე იგი რომ ვიტყვი სამხედრო ოპერაციებში დახვეწა და ტაქტიკის შესწვლა და სტრატეგიის შესწვლა და მთელი ეს მასშტაბური მოქმედებები გადავიდა შერწყმულ მოქმედებაზე ხო ამას შეხედვა უნდა ძალიან სერიოზული თვალით და არა ულტიმატუმების დაყენება რომ აი მე თუ ესე იგი შენ არ გააკეთებ ამას ვლადიმერ პუტინო მე შენ რაღაცას მოგწევ რას მოგწევ ვერაფერს ვერ მოწევ იქით მოგწევს მაგის შენ გაიგე და გაგიქრობს იმას ჯერ ისმი ვერ მიგიგნიათ მისი ატომური წყალქეშა გემის სად არის და სად გასა სად მორიგეობს იმას ეძებე რამდენი ხადია ვერ გაუგიათ და რა უნდა მოწიო შენ მაგასა მე მგონი ეს რაღაცა მასხარა თავის მასხად აგდება და არა რაღაცა ეს ულტიმატუმი რაღაცა ის ულტიმატუმი რომ ულტიმატუმის მას მოუტანს რაღაცა დივიდენდებს მე აი ძალიან სასაცილო ამ ტრამპაც უპებმა რომ ატეხეს რომ აი всё ორი გემი გააგზავნა ეხლა всё ნახე რა ორი გემი გააგზავნა რუსეთის 22 გემია სადღაცა გუძონზე იქ შიგნით ამერიკაში ჩაყვინთული გაიგე და ეგ უკვე ბევრი წლებია იმათი გემებიც აქ ახლოში დაცურავდა ორი გემები ამათი გემებიც იქ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი გარდა გემებისა ბატონო რამაზ ხო გარდა წყალქვეშა გემებისა რომელიც მორიგეო ეს არის საბრძოლო მორიგეობა. ასევე საბრძოლო მორიგეობაზე არის გასული ეს ბომბდამშენების ავიაციო. კი, მაგრამ აქ განსხვავება. ხო, მაგრამ ამგენმა ბიჭო, ამგენმა რო გააკეთა, არის უკვე მიადგაო, გაიგე რუსეთის იმას და სად მიადგა ბიჭო, როგორ შეიძლება ეს სისულელე გააკეთო, გაიგე? მე აი ხა ესე სამხედრო რაღაცა საქმეში არა ვარ ჩახედული, მაგრამ ვიცი რასაც უყურებთ, ისიც ამერიკელი გენერლების ინტერვიუებიდან, რომ რუსებს წყალქვეშა გემები რასაც ქვია. გაცილებით უახლესი წყალქვეშა გემები ყავს და გაცილებით ძლიერი წყალქვეშა ფლოტი. კი. ეხა მით უმეტეს ამ კიმ ჩენ ირი თუ ვიღაცა რო ყავდა ეს კორეელი ჩამოყვანილი და რო ჩაუშვეს ეს წყალქვეშა გემი დიდი იმითი
ტრამპაც უმპებით რა, ჩაუშვეს და გაქრა ეს გემი და დაეძებდნენ მთელი დღევანდელ დღეს ვერ იპოვეს და თან ოფიციალურად გამოაცხადეს ეს პოსეიდონები თუ რაღაცა ისინი რო აქვს რა. ისინი ჩაყარა სადღაცას ღმერთმა უწყის საჩადო რა. ანუ შეიძლება ეს პოსეიდონი რაღაცა სადღაცას პულტით ააფეთქო და იმ ხელა ტალღა წარმოიქმნოს რომ გადარეცხოს ინგლისი. კი ბატონო. ეს პოტენციალი დღეს გააჩნია რუსეთს კაცო. უკვე არის ეგ ჩადებულია სადღაც. უკვე მან განალაგე ეს ყველაფერი და ეგ მაგრამ ესენი ვერ პოულობენ. ხო და ეს ტრამპის ეს ორი გემი გამოაგზავნა და всё რუსები всё დაიღუპნენ რა. ეს ბიჭო აი დღევანდელ დღეს ვიღაცთან სამხედრო ექსპერტი აწერია რა. გამოდის და ეს რაღაცებს ლაპარაკობს აი რუსებს ტანკები არ აყავთ აი ახლა რუსებს ტანკებს რო ვეთვლი და იმაზე ლაპარაკობთ. ჯერ ერთი მოდი ეს შევთანხმდით არ გვინდა რა ეს ზედმეტი რაღაცეები ჩვენ ნაომარი ხალხი ვართ შენ პროფესიონალი სამხედრო ხარ მე ნაომარი ვარ და ვიცი ერთადერთი რეალურად რა შეიძლება რაც არ უნდა წრთნა გაიარო როდესაც პირველ ბრძოლაში მოხვდები ეგრევე მიხვდები რომ თურმე რაც გისწავლი არაფერი არ იცი უბრალოდ კი იცი მაგრამ ის გამოყენებას კიდე რამოდენიმე ეტაპი ჭირდება აი ეგ რამოდენიმე ეტაპი რუსულმა ჯარმა გაატარა დაახლოებით მილიონზე მეტ ჯარისკაცს ანუ ეგ ჩათვალე რომ ნაომარი ნავარჯიშები კი არა ნაომარი ჯარი ყავს მილიონზე მეტი რომელსაც დღეს მთელ სოფლიოში წინ ვერავინ ვერ დაუდგება. როდესაც ულტიმატუმს უყენებ, აი ესეთ იმას სიტუაციაში მე წარმოდგენილი მაქვს კი არა, უკვე ხედავ როგორ იხარხარებენ იქ რუსები ამათ ულტიმატუმებს. რუსეთის პოლიტიკური ელიტა. ხო, აი ხარხარებ, ანეკდოტია რა, რა ვიცი. ბატონო რამაზ, ჩვენი დრო იწურება და ამიტომ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი ასე ჩვენ საუბრობდით და საერთოდ მინდა მე უთხრა არა თუ მარტო ტელემაყურებლებს მე მინდა უთხრა იმ ადამიანებს იმ ექსპერტებს და იმ ყველა იმ ასე თუ ისე რაღაც გარკვეულ პროცესებში მონაწილე ადამიანებს სწორად შეხედეთ ყველაფერს რა ჩვენმა ტელემაყურებლებმა ვინც გვიყურებს კარგად იციან ყველაფერი და კარგად აღიქვამენ აბსოლუტურად და იმიტომ გვიყურებენ რომ სწორად ხედავენ ყველაფერს მაგრამ იმათ მინდა უთხრა რომ სწორად შეხედეთ სწორად აღიქვან რეალურად შეხედეთ რა ხდება დღეს თუნდაც არა თუ მარტო საქართველოში არამედ უკრაინაში შეხედეთ ხდება რა ხდება დღეს უკრაინაში და ნურავის თუ დააბრალეთ უკრაინაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. ნურავის ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეს არის ევროპის ბრალი და ეს არის აი თვითონ უკრაინელი ხალხის ბრალი, რომელმა უკრაინა ხალხს აირჩია ეს გზა და აი შედეგის სახეზიარეს და შედეგსაც უყურებენ და თუ როგორ ნადგურდება უკრაინა ესევე უკრაინელებით და როგორ გაანადგურა ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინა აღარ არის უკრაინა მორჩა დამთავრდა უკვე всё უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაღუპულია ამ ომში დიდი ნაწილი გაქცეულია ტოლიათარი და გენოციდი მოხდა უკრაინა გაანადგურა და უკრაინას განადგურებას ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა ვიცოდეთ და ეს უნდა გავითავისოთ ჩვენ რომ ახლა რუსეთი არაფერი შუაში არ არის რუსეთმა არაერთხელ უთხრა მათ და არაერთხელ მოუწოდა და თხოვა რომ შეეწყვიტა ეს სამხედრო მოქმედებები და შეეწყვიტა ეს სამხედრო ბაზების მშენებლობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებები გაფორმებული არაფერი არ მოხდებოდა ერთი ტყვიას არ გავარდებოდა მაგრამ რას როგორ გაკეთდება თურმე ამათ ესენი კრემლში ჩასვლას აპირებდნენ გაიგე და იქ კრემლში თურმე უკრაინის დროშა უნდა აეფრიალებიათ და იქ მე გადაენაწილებიათ ამერიკელებს და უკრაინელებს რუსეთის ტერიტორია მაგრამ არ მოხდა ესე ვერ გაგიმართათ და ის სიზმარი რომელიც სიზმარი თქვენ ნახეთ ხო და სიზმარში ნახეთ თქვენ დანგრეული რუსეთი სინამდვილეში ცხადში აკითხეთ აგეთ დანგრეული უკრაინა ხო ამიტომ აღიქვით რეალურად აღიქვით პოლიტიკოსებს ვეუბნები მე კიდევ და იმ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის პატრიოტ პრეზიდენტს და პრემიერებს და იმ ურსულას და იმ სხვა დანარჩენებს კიდევ რომლებიც კიდევ დღეს იმ აზრზე არიან რომ თურმე უკრაინაში ომს იგებენ აიგეთ არა არის ამ შვენივრად ხედავ რომ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს რა ასე რომ ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო გეფშვიდობებით ჩვენ ყოველთვის თქვენთანავართ გვიყურეთ ჩვენ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამო 20 საათზე და ყოველთვის საინტერესო ინფორმაციას მოგაძვით. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვანდებოდეთ.